ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი წარმოგიდგენთ. საქართველოს ისტორიის გაკვეთილები. შალვა ახალციხელი. დიდი დავითის შემდეგ 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში შიშითა და გრძალვით შეხურებდა ქართველთა ლაშქარს მთელი წინა აზია და ახლო აღმოსავლეთი. ქართველები იერიშით იღებდნენ ციხე-ქალაქებს, ყმათი ხდიდნენ და ხარკსადებდნენ საქართველოს მტრეებს, აღმოსავლეთის უძლიერეს სულთნებსა და ათაბეგებს. ლაშქრობიდან მობრუნებულ ქართველებს წინ ამაყად მიუძღვებოდნენ ხოლმე ძლევამოსილი გორგასლიანისა და დავითიანის დროშები. ეს იყო დრო, როცა ქართული ლაშქრის უძლეველობამ საქართველოს ზესახელმწიფოდ გარდაქმნა. რიგით მეომრებთან ერთად ქვეყნის ბედი ხშირად მხედართმთავრების ნიჭსა და მოხერხებაზე იყო დამოკიდებული. ზოგიერთ მეფესაც კი იმდენი ამაგი არ მიუძღვის საქართველოს წინაშე, რამდენიც მათ. საქართველოს მთელი ისტორიის განმავლობაში არაერთი დიდი მხედართმთავარი ყოლია, თუმცა ქართველებისთვის მაინც გამორჩეული ადგილი უკავია შალვა ახალციხელს, რომელიც ჩვენთვის ერთდროულად ერთგულების, სიმამაცის და ვაჟკაცობის სიმბოლოა. არ ყოფილა კაცთა შორის მისებრი ჭაბუკი და მეომარი. ასე ახასიათებს ლაშა გიორგის დროინდელი მემატიანეს სახელგანთქმულ სარდალსა და გმირს შალვა ახალციხელს. მე-12 საუკუნეში მეფე გიორგი მესამის მკაცრი პოლიტიკის მეშვეობით მრავალი დიდი საგვარეულო დაქვეითდა ან სულაც განადგურდა კიდეც. მათ ნაცვლად მეფემ ახალი გვარები დააწინაურა, მათ შორის იყო თორელთა გვარი. სულ მოკლე დროში თორელების ხელთ გადავიდა ისტორიული მესხეთის მნიშვნელოვანი ნაწილი და ფეოდალური საქართველოს ერთ-ერთ დიდ საგვარეულოდ ჩამოყალიბდნენ. მე-12 საუკუნის მიწურულს თორელთა საგვარეულოდან ახალი განშტოება, ახალციხელთა გვარი ჩამოყალიბდა. მისი ფუძემდებელი კი შალვა ახალციხელი იყო. შალვას პირველი საბრძოლო ნათლობა შამქორის ბრძოლაში შედგა. 1195 წელს ერაყ-ირანის სულთანმა აბუ ბაქრმა საქართველოს ყმადნაფიც შირვანს შეესია და აურაცხელი ლაშქრით სასტიკად ააოხრა სამეფო. შირვანი ქართველთა მეფის პროტექტორატში შედიოდა და საქართველოს მონარქი ვალდებული გახდათ უზრუნველყო მისი უსაფრთხოება. შესაბამისად, როდესაც მას ირანიდან სერიოზული საფრთხე დაემუქრა, თამარ მეფემ საომარი სალზადისის დაწყება ბრძანა. ქართული ჯარის მხედართმთავრად კი თამარის მეუღლე დავით სოსლანი დაინიშნა. საქართველოს სამეფო ლაშქარსა და თურქთა კოალიციურ არმიას შორის ბრძოლა 1195 წლის 1 ივნისს გაიმართა. შეტაკება თითქმის მთელი დღე გაგრძელდა. მთელი ძალები ჩააბა იერიშებში სულთანმა და სწორედ მაშინ, როცა სულთანს ბრძოლა მოგებული ეგონა, ომის გადამწყვეტ წუთებში შემოვლითი მანევრით ზურგიდან დაესხა აბუ ბაქარს დავით სოსლანი. დავითის ამ ჩასაფრებაში ახალგაზრდა შალვაც მონაწილეობდა. ახალციხელმა ბრძოლის შუაგულამდე ხმლით გაიკაფა გზა. ტყის მედროშეებს დაერია და ერთი მეორეს მიყოლებით აჩეხა ისინი. შამქორის ველზე თურქებმა სასტიკი მარცხი განიცადეს. გამარჯვებულმა დავით სოსლანმა და მისმა მხედრობამ თბილისში გამარჯვების აღსანიშნავ ტრიუმფზე თამარს აურაცხელი განძი, ტყვე, ოქრო და მარგალიტი მიართვეს. მაგრამ უპირველესი განცდა შორის უმთავრესი და ბრძოლაში გამარჯვების სიმბოლო ხალიფას დროშა ახალგაზრდა ჭაბუკმა შალვა ახალციხელმა მიართვა დედოფალს. ქართველებისათვის განსაკუთრებით სასახელო იყო ხალიფას მიერ უძლეველობის ნიშნად წარმოგზავნილი დროშის წართმევა. ამიტომაც იყო, რომ თამარმა ქართველთა ძლევამოსილების ეს ძვირფასი ნიშანი ხახულის დიდებულ ტაძარს შესწირა. შამქორის ბრძოლაში გაწეული თავდადებისთვის თამარმა შალვა ახალციხელს ჯილდოდ მან და ტურთუხუცესობა უბოძა და მხედართთა შორის თავრადაც დაადგინა. შამქორის ბრძოლის შემდეგ ყოველ ლაშქრობასა თუ ბრძოლაში შალვა უშუალოდ მონაწილეობდა და საქართველოს ლაშქრის ავანგარდს ედგა სათავეში. ამ გამარჯვებების შემდეგ საქართველო წამყვანი ძალა გახდა წინა აზიაში, რომელიც ესწრაფოდა საზღვრების გაფართოებას და თურქ-სელჩუკთა საბოლოო უკუგდებას. ქართული ლაშქრის წარმატებებმა დიდად განარისხა რუმის სულთანი რუქნადინი. მან მთელი სამაჰმადიანო ფეხზე დააყენა. ყველა მუსლიმი, ვისაც იარაღის ტარება შეეძლო, თავისთან იხმო და საქართველოს წინააღმდეგ დიდი ჯარი შეკრიბა. ბრძოლა 1202 წლის 27 ივლისს გაიმართა. შალვა და მისი ძმა ივანე ავანგარდში იდგნენ. სწორედ იქ, სადაც ყველაზე სისხლისმღვრელი შეტაკება იყო გაჩაღებული.
აქაც გაუგონარი სიმამაცე გამოიჩინა შალვა ახალციხელმა. მან და მისმა რჩეულმა მეომრებმა რუქნადინის კარვამდე მიაღწიეს. თუმცა მტრის მხედართმთავარი მალევე გაარიდეს ბრძოლას და უსაფრთხო ადგილამდე გააცილეს. საბოლოოდ დავით სოსლანის მოულოდნელმა მანევრმა თურქთა წყობა დაარღვია და ქართველებმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვეს კოალიციურ ძალებთან. შალვა ახალციხელის ვაჟკაცობა საუკუნეთა მანძილზე აღაფრთოვანებდა თანამემამულეთ, რომლებიც მისადმის სიყვარულსა და პატივისცემას ლექსებში უკვდავყოფდნენ. შალვა შურის სამძებნელი მთას გორებულად კიოდა, მემონადირე მეგონა მას თურმე გულის ტკიოდა. გულს ერჯვა თეთრი ისარი, კილოზე სისხლის დიოდა, თავის თავს არ ასჯავრობდა, თავის სორებს ასჩიოდა, 200 თურქის მომკვლელი უომრობას ასჩიოდა. შამქორის და ბასიანის შემდეგ თამარის ლაშქარს კიდევ მრავალჯერ მოუხდა ხმლების გაშიშვლება. ყოველი ბრძოლის შემდეგ ახალციხელის სახელი უფრო და უფრო მეტმა იცოდა. სამეფო კარზეც მისი ავტორიტეტი შესამჩნევად გამტკიცდა. ამან ხარგზელებზე დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და თავისთავად შური დაბადა. დიდი თამარის გარდაცვალების შემდეგ შალვა ლაშა გიორგის სამსახურში ჩადგა და მისი მრჩეველი გახდა. თამარის მსგავსად მის ვაჟსაც ერთგულად ემსახურებოდა, იქამდე სანამ მონღოლებთან ბრძოლაში მიყენებული ჭრილობით ახალგაზრდა მეფე არ გარდაიცვალა. გიორგი მეფის შემდეგ ტახტი მისმა დამ რუსუდანმა დაიკავა. ამ დროს საქართველოს საზღვრებში ხორეზმის შახი ჯალალედინი შემოიჭრა. დედოფალმა რუსუდანმა ქართული ჯარის მთავარსარდლად ივანე მხარგრძელი დანიშნა. შალვა ახალციხელი კი მესხთა მეწინავე ლაშქრის სარდლად. ახალციხელის გმირობას და სახელიც ყველაზე მეტად აქ გამოიკვეთა. 1225 წლის აგვისტოში, როდესაც 4000 მესხი ძმები ახალციხელების სარდლობით 10000-ობით ხვარაზმს მარტო აკავებდა, ივანე მხარგრძელს ძირითადი არმიიდან მათთვის ერთი მეომარიც კი არ მიუშველებია. მეწინავე ლაშქარი საშინელ სისხლისმღვრელ ბრძოლაში მოხვა. ამასობაში ძირითადმა ქართულმა არმიამ ივანე მხარგრძელის განკარგულებით უკან დახევა იწყო და მოწინავე მესხთა არმია ბედის ანაბარა მიატოვა. უკან დახევა შეეძლო შალვას, მაგრამ არც კი უფიქრია მტრისთვის ზურგის ჩვენება. იბრძოდა სანამ შეეძლო, ვიდრე მარტო არ დარჩა და გარშემო არ შემოადგნენ ჯალალედინის მეომრები. გაუცებულნი შეჰყურებდნენ ახალციხელს, როგორი მხნეობითა და რაინდობით იბრძოდა მტრის ალყაში მოქცეული მარტოკაცი. შალვას ბრძოლაში ცხენიც მოუკლეს და ხმალით შემოემტვრა, მხოლოდ ხმლის ვადაღა შერჩენოდა ხელში. სულთნის მეომრებმა შეიპყრეს მოხუცებული, ბრძოლით დაქანცული ქართველი სარდალი და ის ჯალალედის მიჰგვარეს. მისი გმირობის ამბავი ყველა სმენოდა და სულთანმა გადაწყვიტა თავის არმიაში მიეღო და საპატიო ტყვედ დაიტოვა. ქალაქებს შეჰპირდა სამართავად, დიდი პატივისცემით ეპყრობოდა და თავის ერთ-ერთ მხედართმთავრობას თავაზობდა. ბოლოს ისე დაიახლოვა კიდევაც ახალციხელი, რომ საიდუმლო გეგმებსაც ანდობდა და აზრსაც ეკითხებოდა. შალვაც სარგებლობდა ამდობით და ქართველებს მოახლოებულ საფრთხეს წერილობით ამცნობდა ხოლმე. ბოლოს გაუგეს. სულთანმა ჯალალედინმა გადაწყვიტა ეპატიებინა, მაგრამ ერთი პირობით. შალვას ქრისტიანობა უნდა დაეთმო და ისლამი უნდა მიეღო. შალვა ახალციხელმა ჯალალედინს უარი განუცხადა სარწმუნოების შეცვლაზე. განრისხებული ჯალალედინის ბრძანებით 1226 წელს ახალციხელი წყლის პირზე ხმლებით აჩეხეს. შალვა ახალციხელი ქართული ისტორიის ერთ-ერთი იმ ფიგურათაგანაა, ვინც ეროვნულ ცნობიერებას აძლიერებს და დღემდე შთააგონებს ახალ თაობებს სამშობლოსა და ღირსებისთვის თავგანწირვაში. გასული საუკუნის ბოლოს, როდესაც საქართველოში ეროვნული მოძრაობა დაიწყო, თავისუფლებისთვის ბრძოლის ჰიმნად იქცა სიმღერა „შავლეგო“, რომელიც შალვა ახალციხელს ეძღვნება და რომელიც ჩვენ სინამდვილეში მებრძოლის საქართველოს სიმბოლოდ დამკვიდრდა.